დღე მშვიდობისა. მოკლედ გუშინ პირველი დღე იყო, რომელიც შევძელი და ასე ვთქვათ, ეხლა სალუტები უნდა გამოჩნდეს წესი და 6 საათამდე, რომ მივიდე 6-ის მერე მოვითმინე მეგობრებო, სადღაც პირველ საათამდე ცოტა მხოლოდ ერთი ყუპი წყალი მოვსვი. და აი როგორ იცით, აი გაძლებაზე ვიყავი. არა იმიტომ რომ შიოდა. უბრალოდ მახსოვს ადრე რომ ვცადე ესე ცოტა სისუსტევი გრძენი, იმიტომ რომ მიუჩვეველი იყო ორგანიზმი და ცოტა თავბრუსხვევაც მქონდა და ხო იცით ადამიანის ისა რა თვით გადარჩენის ინსტინქტები და მოკლედ პირველად გუშინ მოვახერხე და 6-ის მერე არაფერი არ მინერთმევია. ასე რომ დღესაც ესე ვაპირებ და ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. ეხლა წიწიბურა დავადგი. 12 საათზე პირველი, საუზმედ ითვლება რა 12 საათზე, რომ გამოვიდეს 18 საათიანი გამოდის გონი, ხო? 18 საათიანი ხო შუალედი. და ჩემმა მეზობელმა ერთი მეზობელი ქალია, რომელმაც მოკლედ ასაკოვანი ქალია, მითხრა რომ ერთ კვირაშიო, აი ესეო 6-ის მერე რო არაფერს არ ჭამდიო, დავიკელიო 10 კილო ერთ კვირაში. არ ვიცი ხა მე ერთ კვირაში 10 კილოს დავიკლებ თუ ორ კვირაში 20 კილოს, ნამდვილად არ ვიცი. მჭირდება მართლა ერთი 20 კილოს დაკლება, მართლა მჭირდება. რომ ჩემ წონაზე დავდგე, ჩემ ჯანმრთელ წონაზე. რაც შეეხება კომენტარებს, ერთმა დამიწერა, ცოტა გამიკვირდა. დედა შენიო გმირიაო. განათლებაზე რო იყო საუბარი, რა მშობლის განათლებაზე ჯერ ერთი დედა ჩემი გაუნათლებელი არ არის. მოდი აქედან დავიწყოთ. დედა ჩემი სწავლობდა სამხატვროზე. საკმაოდ წარმატებული იყო, უბრალოდ ოჯახი რო შექმნა, მერე ვეღარ გააგრძელა და თოიძეში სწავლობდა და აკადემიაში უნდოდა მერე გაგრძელება და დაქალები იყვნენ, ნათლია ჩემი, ერთი წაფი. კატებმა რაღაცა დააშავეს და დავსაჯეთ ჩავსვე იბაში. ერენოსკაროა რა კატების და დაცხეს ერთმანეთს. ხო, ეხლა არ იფიქროთ რომ რაღაცა სად ისტორიისა, უბრალოდ იყვნენ ცოტა ხანი, მიხვდნენ. იმაში არიან რა თავისი ის რო არის რა სპეციალური გადასაყვანი. გამარჯობა, ხო. თან მაგიდაზე დრებიან ხოლმე. მაგიდაზე იქით იყოს კაცო, არა უშავს მაგიდას მაინც გაწმინდა, მაგრამ ფისები გააკეთა დივანზე და რომელი იყო ვერ გავარკვიე და ამიტომ ეს არის და ესეთი მეთოდი, იმიტომ რომ დობის ასე იმაშვებოდი ხოლმე რა, მოკლედ და მე მიხვდა და აღარ აკეთებდა. ყველას უკვირს, აი ფანჯრიდან რა მეზობლები რო არიან, უკვირთ რომ ღია ფანჯარაში რო ზიან ხოლმე კატები, თაც არ გადადიან რა იქით და როგორ მოახერხეო ესე როგორ ის რო იყო რუსი, კუკლაჩოვზე იყო საუბარი, უბრალოდ ესეთი აღზრდელობით ის ვქონდა ცოტა მკაცრი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გაამართლა და თავხედურად აღარ იქცეოდა რა დობი. მე გაფი 1-2 ჩახტა შეეშინდა და იმის მერე აღარ გადაფტარა. ვნახოთ, გაფის ცოტა ისეთი გენეტიკა აქვს, დედა ჩემი კატა იყო, მე ვანდასთან წავიყვანე და ძალიან ისეთი იყო რა, აღვირახსნილი იყო. სახურავებზე ესე რომ გადავიდოდა ფანჯრიდან, სახურავებს ესე მოივლიდა მთელი აფთიაქის სახურავებს და ბრუნდებოდა ხოლმე სახში. და მე არ მიყვარს როცა კატა გარეთ დადის, რა ვიცი მე 1000 შეიძლება მოიტანოს სახში. ეს კიდე გაფი ჯერ კიდე ხო, მაგრამ დობი არის სახლის კატა, მოდი არ ჩახარ საერთოდ. ხო, რას ვიძახდი, ხო, დედა და თავისი დაქალი ერთად სწავლობდნენ, შემდეგ უკვე მე რო დავიბადე, ჩემი ნათლია გახდა დედას დაქალი. დედა, თოიძე კი დაამთავრა, მაგრამ ჩემმა ნათლიამ გააგრძელა, ასე ვთქვათ, აკადემიაში სწავლა და მე დაამთავრა. ხო, მაგრამ ის რომ თქვა რომ გმირიაო, ცოტა არ იყოს დავფიქრი, დავეჭვდი.
საიდან დაასკვნა, თუ იცნობთ, ვინ ხართ, რატო არ ამბობთ, რატო არ გიწერიათ ნამდვილი სახელი, რომ გავიგო ვინ ხართ, მოკლედ ძალიან ისეთი ფარული ისინი, ხო, ანონიმუს. ხო და ან საიდან დაასკვენით, რომ გმირია. არ ვიცი, ახლა მე ძალიან ისე ცუდად გამომივა, საჯაროდ მე ასეთ თემებზე არ ვისაუბრებ, მაგრამ ზოგადად ვიტყვი, რომ ყველა ოჯახში არის თავისი ასე ვთქვათ ჩონჩხებიო თუ როგორ არის каждого свои скелеты в шкафу, да? მოკლედ ის რომ მე ცხოვრება არ ამეწყო, ის რომ ვანდა საერთოდ გაუთხოვარი დარჩა, მე მგონი ბევრ რამეზე მეტყველებს. საერთოდ მშობლის დამსახურება არის შვილები და პირველ რიგში. მე უკვე ასაკში რო იყო რაღაცა უკვე გონებაში რო ჩავარდა, მე კი ბევრ რაღაცას მიხვდა, მაგრამ აბა ახლა რა გითხრათ, მოკლედ ესე იყო, ასე იყო თუ ესე იყო, ესეა რა. ხო, და გამიკვირდა, ხო, ესე გმირი. გმირი ჯერ ესეთი ის არის, რომ მოკლედ აი გმირი არის, იცით როგორი მშობელი, რომელიც პატიოსნად ცხოვრობს, ანუ წესიერია, არავისკენ არ იხედება, ქმარი არ ყავს, ორ სამსახურში და სამ სამსახურში რო წვალობს და შვილებზე ზრუნავს და ესეთი რაღაცა. ეხლა იმას გმირობას ნამდვილად ვერ დავარქმე, ორი გოგო ვიყავით სახლში, ანუ ჩათვალეთ, რომ ჯერ ერთი გოგოა, სიმდიდრე და განძი, როცა ოჯახშია. და პატარა თუ იბადება, ჩათვალეთ, რომ იმ გოგოს ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ლომის წვლილი მიუძღვის იმ გოგოს ბავშვის ყურადღების მიქცევაში, ასე რომ ასეც არ არის რა, მოკლედ ხო, აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი, მოკლედ სოსოზე იყო შეკითხვა რომ კლასშიაო, სოსო არის მე-7 კლასში, წესით უნდა იყოს მე-8 კლასში, მაგრამ გვიან შევიყვანე, რამდენი იყო 7. მოიცი არ ჩაგა, ხმა ისმის ვაფშენ. 7-ის იყო, რომ მივიყვანე, რატომ მივიყვანე 7 წლის, მაგასაც გეტყვით. მოიცადე, ხო, გაახსენდა. მოკლედ, სოსო არის როგორი ტიპის ბავშვი. აი, მაგალითად, ნიკა პატარა რო იყო, ძალიან სწრაფად დაიწყო მეტყველებაც, დამოუკიდებლად, ანუ ხელიც კი შემეძლო გამეშვა, თქვა დაუშვათ ქუჩაში და ჩემთან გვერდზე ევლო. აი, სოსო ცოტა განსხვავებული ბავშვი იყო. რაღაცა სასაცილო, რა თქმა უნდა, თავისებური, მაგრამ ну მეტყველებაზე ხო პრობლემა ქონდა ეხლა როს მაგალითად ლოსი ძახდა დიდი ხანი ცოტა ჩლიფინებდა ის კი არა ცოტა ეხლაც შემორჩა არ ვიცი ეს შეიძლება კბილების ბრალია თუ პირის აპარატის მოკლედ ხო ну არის ეს მომენტი და ამის გარდა კიდე არის სხვადასხვა რაღაცები რასაც ეხლა მე თქვენ ვერ მოგიყვებით მაგრამ ну მოკლედ აი გვიან რო ვითარდება ბავშვი და ახლა ესე და ძლივს, ანუ აი უკვე იმას ვფიქრობდი, რომ ლოგოპედთან მიმეყვანა და მე მგონი ვიყავით კიდევაც ლოგოპედთან. ბაღში. კი, ბაღში. ლოგოპედი არ იყო ეგ? არა, ის ფსიქოლოგი იყო და კიდე ლოგოპედმა გნახა. არ მახსოვს ლოგოპედი. უნდა ერთხელ ვიყავით. არა, ის ბაღის ფსიქოლოგი იყო თქვენი ჯგუფის მოპირდაპირე მხარეს და მე რო ველოდებოდი, სოსო ვერ იტანდა. ფსიქოლოგთან. მე არ მიშვებდა ბაღიდან, ანუ მე იქ თუ არ აი დრას რო გავიდე და მე უშვებდი გეუბნებოდი კიდე. ეს პირველ ჯგუფში რო იყო. პირველ ჯგუფში და მე მოიცი მე რო გადავედი მეორე ჯგუფში. ანუ ეხა აგიხსნით რას ლაპარაკობს მეორე ჯგუფში რას ნიშნავს. ანუ მასწავლებელი შეეცვალათ. მოიცი არ ჩახარ. ხო. არ ჩახარ. მასწავლებელი შეეცვალათ, მოკლედ ბავშვები რაღაცა ნაწილი სხვა ჯგუფიდან დაამატეს და სხვა ოთახი. თან ოთახი იყო რაღაცა მუშავებული რა. მუშავებული კი არა, ესეთი უსინათლო იყო რა. ისიც იყო ქალი. ხო, ასაკოვანი ქალი იყო. ახალგაზრდა გოგო იყო პირველი მასწავლებელი, რომელიც მზიან ნათელ ოთახში დიდი ოთახი იყო. და მართლა კაი აურა იყო იქ და მე აი ამ პატარა მოწუწმო რაღაცა იმაში ჯეჯახეთში მოვიდა. ხო და იქ რო გადაიყვანეს ხო რაღაცა ბავშვი რაღაცა აფორი აქვს და არც მასწავლებელი მოწონდა დიდად არც გარემო და ეშინოდა და მე იქ უნდა ვდგარიყავი სულ და იქ ვიყავი ხოლმე ფაქტიურად და ახლა თან ახლა სულ ესე ფეხზე დერეფანში რო არ ვდგარიყავი მთელი ეს პერიოდი
ფსიქოლოგი მეტყოდა ხოლმე ისა მოდი ყავა დავლიოთ რაღაცა და შევდიოდი ხოლმე ფსიქოლოგის კაბინეტში და თან დაძაბული ვიყავი რომ მეთქი გავხედო რომ არიტიოს და ერთხელ ესე ცოტა დიდხანს ვიყავი შეეშვიო შენო ძალიან ისა ანუ ის გაქვს რა და ანუ იმიტომ არის რომ ბავშვი განიცდისო და მოკლედ გამოვედი ტიროდა რომ ან ფანჯარში ვერ დამინახა. ბევრი მომენტი იყო. მოკლედ თან ვუხსნიდი დედა აქვე ვარ, შორს არ ვარ, ანუ აქა ვარ, არსად არ მივდივარ და ნუ მაინც. ხო, ნუ ეს ესეთი ის იყო ისიც რომ აი მაგალითად ქუჩაში ხელს ვერ გავუშვებდი, იმიტომ რომ აი არ ვიცი, რაღაცნაირად ისე თითქოს ფეხები თვითონ მირბოდა და პირდაპირ სავალ გზაზე სადაც მანქანები დადიოდნენ იქ გადარბოდა ხოლმე და გული მისკდებოდა და შესაბამისად ხელი მჭიდროდ დაჭირა მეგონა რომ შემეძლო ესე მაგრამ ნუ ეს ბავშვის ის იმიტომ რომ წარმოდგენა არ ქონდა შენ რა იყო ის ხო მანქანა რას დაგიშავებდა ხო ამის არა მგონი ვიცოდი არაფერი არა ანუ რომ დადიან რა დადიან ხო მაგრამ რამე ტკივილს რომ მოგაყენებდა და რაღაცა ისა არ გესმოდა მაგნები ნუ მოკლედ არიან ბავშვები ესეთი რომ მახსოვს ეგ მომენტი ხო და ასე რომ ამის გამო რა მოხდა ის რომ გვიან შევიყვარნე რა სკოლაში რომ ცოტა ბავშვებთან შეძლებოდა ასე ვთქვათ გვიან კონტაქტი და რა ვიცი მე საერთოდ სწავლის ისიც ხო ნუ კარგიც არის ესე ვქრე მოიცა როგორ არის რა მოიცა ანდრე მაგაში იმას არ უკეთებდი რა ქვია რა ბულიონი ხან ახლა ჭიჭიბურაზე მეუბნება ესა ბულიონის კუბიკებს უკეთებდი ხოლმე აუ რა კაი ჭიჭიბურა იყო ხო ეს ძალიან კაი მაგრამ ხოლმე ეგრე ხო მოკლედ ესეთი ის იყო კომენტარი მადლობა გოგოებო კომენტარებთ რომ კლასშიაო სკოლას რაც შეეხება ახლა კი რა თქმა უნდა განა მე არ მინდა ძალიან მინდა და სხვათა შორის მე მიყვარს რომ აი ბავშვი ურთიერთობს მეგობრებთან ის სწავლის პროცესიც არის მაგრამ იმდენად ახლა სხვაგვარად არის ყველაფერი მე იმ მასწავლებლებისაც მესმის ძალიან კარგად ყველაფერი მაგრამ აი ხო გეუბნებით არის ეს მომენტი ჩვენ ქვეყანაშია თუ სხვაგანაც არის არ ვიცი ევროპაში ალბათ უფრო მკაცრად არის და ამერიკაში რომ თუ ბავშვი ბოლომდე არ არის გამოჯანმრთელებული, მე მგონი საყვედურსაც ეტყვიან მშობელს და აქ ესე იგი რაღაცა პერიოდი ხო ჭირდება რომ სრულად გაიაროს, ხო? ანუ გადამდები რო აღარ იყოს. ძალიან სწრაფად უშვებენ სკოლაში. რატომ? მიზეზი რა არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში? ანუ მშობლები რომ მუშაობენ, ან არ მუშაობენ, მოკლედ უნდათ რომ ბავშვი ესე უხეშად რო ვთქვათ მემაპატიეთ მოიშორონ რა მართლა კი არ მოიშორონ ანუ ესეთი ესეთ ადგილში შეიყვანონ რომ ანუ არა ყურადღება ანუ უფრო ზოგი არის არც მუშაობს მაგრამ უბრალოდ ისვენებს რომ ცოტა ხანი ჭირდება ყველა ჭირდება დრო რაღაცნაირად განიმუხტოს ხო და ისა აი ესე ძალიან ხშირად ბაღშიც ასეა ბაღშიც ესე უშვებენ ბავშვებს როცა ბოლომდე არ არიან გამოჯანმრთელებული და შესაბამისად ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებული კარუსელი ტრიალებს ამ გაციების გადადების გაციების და არ ჩერდება და არც გაჩერდება სანამ არ იქნება მკაცრი მოთხოვნა იმაზე რომ გამოჯანმრთელებული იყოს ბავშვი და ისე მივიდეს ან სკოლაში ან ბაღში ხო, ნუ იმ მშობლების მესმის, რომლებსაც აქვთ შეგნება და თავისთავად არ გაუშვებენ ნახევრად გამოჯანმრთელებულ ბავშვს სკოლაში, ზოგს კიდე სისველი აქვს ხებში, ზოგი ახველებს კიდევაც, მაგრამ მაინც დადიან. ვითომ რაღაცა ეს ძალიან ისეთი ის რომ აი სწავლა რა სისულელეა თუ არ გამოჯანმრთელდა. იმას შეიძლება იმუნიტეტი კი გაუძლიერდეს და იაროს რაღაცნაირად ან ქრონიკულში გადაეზარდოს, ესეც არ არის გამორიცხული. მე მაგალითად ბავშვობაში რომ მიშვებდა დედაჩემი ხშირად ანუ ესე გაციებულს ქრონიკული ისა მაქვს ანუ ცხვირში მაქვს სულ აი გაჭედილობა ანუ მიჭერს ცხვირიც რომ თქვა ესეც არ არის კარგი ანუ ფაქტობრივად მტერი უნდა იყო რა შენი შვილის რომ პრიორიტეტში დააყენო განათლება და არა ჯანმრთელობა ნუ რა ვიცი ეს ალბათ იმ დროინდელი
განათლების და იმის შედეგია ეს ძველი. აჰა, ციციბურად მოხარშე, აი ასე. რაზე იძახდა. უი, მარილი გავუკეთო. ხო, არა ის ნახევრად გამოჯანმრთელებული ან ზოგი საერთოდ ავათ არის და ისე უშვებენ სკოლაში რა ბავშვებს. და მე ტრიალებს და ბზრიალებს ეს ისა რა ქვია. რამდენჯერ გავხსნი. თან ეხლა ისეთი საზღარი ვირუსებია. არ ვიცი რა. ჯერ ის არის ყოველ ბავშვს ის რაღაცა ის გამოუვიდა ძირმაგარაცავით ეს ბარძახზე შიგნით. ძირმაგარა ეგ არის. ნუ ძირმაგარა ქვია რა, ესეთი რაღაცა იყო. კიდე და დიდი იყო, ეხლა სურათები კი მაქვს, მაგრამ თქვენ როგორ გაჩვენებთ ახლა. უხერხულია. და მოკლედ სანამ ამას უმკურნალე კი გავიდა 1-2 კვირაზე მეტი. მანამდე კიდე ნუ მოკლედ სხვა ისინი აეწყო და ესე და თან კიდე რო უყურებ რაც ხდება ქვეყანაში ჯერ იყო ეს არეულობა სკოლებში ვარდებოდნენ ეს არ ვიცი ხა ჩვენ სკოლაში არ მგონია მაგრამ მაინც არასასიამოვნო ის არის დეპრესიაში ჩავვარდით სოსოს და მეც ლამისა აი ეს ყველაფერი რა ეს მიტინგები და ეს ისა არეულობა ხალხი ერთმანეთს იძულებს რაღაცა ნუ მოკლედ რა ის თქმა მინდა მიხვდით ხო იცით რე ხო და ესეა მოიცა ყავას გავიკეთებ რას ამბობთ მე რომ ის მიყვარს თვითონ ეს სკოლის სიტუაციები და თუნდაც აი ფილმებში როა ეს ამერიკულ ფილმებში კოლეჯები და ისე რომ ბავშვები რომ სწავლობენ თვითონ ეს თავშეყრის ადგილები კი თავისთავად მაღიზიანებს მაგრამ ის რა ზიან კლასში და მეცადინეობენ სწავლობენ ეს თვითონ მომწონს თავისთავად ის კი არა ისიც კი მაღიზიანებდა ეს ონლაინ სწავლება რო იყო იმის დროს კოვიდის დროს მერტო ეს იყო რაღაცა საშინელება ძალიან ისეთი ისტორია მოგება იმასთან ხო და არ ვიცი რა აი კიდე არ ვიცი ხა რაოდენობა ბავშვების ბევრია ხა იმასაც ვფიქრობ ხოლმე რომ აი რაღაცა სხვა მოდელი რო ყოფილიყო სწავლგანათლების თქო მაგრამ რა ვიცი აბა ხა შეძლებული ოჯახები ვისაც ხელეწიფება ესეთი რაღაცა საერთოდ ან კერძო სკოლაში ატარებს ან სახლში იმაში რა მოდიან მასწავლებლები და ისე სწავლობენ გიმნაზიაში არ არის აკროპარაკი აბა რა სკოლებში ნუ აი ძალიან ისეთი მდიდარი ოჯახების შვილებს ლამისა სახში მოდიან მასწავლებლები ნუ არ ვიცი ჩვენ ქვეყანაში როგორ არის მართლა არ ვიცი არც გამიგია მე ეგეთი რამე ანუ მოყოლის დონეზეც კი მაგრამ რაღაცა ითი იქნება ხო არ ვიცი ახლა რაც არ ვიცი იმას ვერ ვამბობ უცხოეთში ვიცი ხო რომ ცნობილი ბიზნესმენების თუ ესეთი ძალიან მდიდარი ხალხის შვილები ასე ვთქვათ ან კერძო სკოლაში სწავლობენ ან სახში აკადემია კი არა სკოლები არის რომ ერთი $700,000 თვეში ხდიან ახლა 700,000 კი არა დედა იმდენ ყველაზე მეტი რაც ეს მგონი ახლა ისეთ კარგ პერიოდში ანუ საუკუნეში ვცხოვრობთ მოიწია დედა ისეთ კარგ საუკუნეში ხო ვერ ხედავ როჯერ ხა და ისეთ კარგ საუკუნეში ვცხოვრობთ და არც წინა საუკუნე იყო ნაკლები ანუ რომ ადამიანს ანუ უფასოდ შეუძლია მიიღოს განათლება ხო და ახლა უფრო ის არის ანუ ინტერნეტითაც უფრო მეტად გაიღრმაოს ცოდნა ნებისმიერმა ასაკს არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერ ასაკში შეგიძლია თუ მოინდომებ და თუ სრული გექნება მოიძიო ნებისმიერი ინფორმაცია რაც გაინტერესებს და იმ კუთხით განვითარდე ხო ეხლა ეგ არ აქვს მნიშვნელობა რა სფერო ინტერნეტ ანუ ცოდნის მიღებაზე აქვს საუბარი არის ონლაინ წიგნები როგორც ქართული ასე უცხოური ყველანაირი
და არ ვიცი ახლა თვით ისა განათლება ახლა თუ ბავშვი ცოტა ისეთია რომ თქვა კითხვა არ იცის ან ინგლისურად ან რუსულად ან ქართულადაც უჭირს ხო სიტყვაზე ის თავისთავად ინტერნეტსაც ვერ გამოიყენებს ხო ბუნებრივია მაგრამ როცა ადამიანს შეგიძლია კითხვა თან გაქვს სპეციფიური აზროვნება და წარმოდგენა გაქვს როგორ მოიძიო ეს ინფორმაცია და როგორ უფრო გაამდიდრო შენი ასე ვთქვათ ცოდნა არ ვიცი აი ვფიქრობ სკოლაშიც კი ვერ მიიღებს ბავშვი იმ დონის განათლებას რაც ოღონდ ეს არის თვითონ ინდივიდუალურია რა ყველა ბავშვი ვერ შეძლებს თავისთავად იმიტომ რომ სჭირდება იქ მასწავლებლის ახსნა განმარტება უნდა ასე ვთქვათ მაგრამ რატომღაც გონია რომ აი მასწავლებელი თავის აზრს ახვევს რაღაცა კუთხით სულ არა მაგრამ აი თავისუფალი აზროვნება ანუ ბავშვი თვითონ რომ დაებადება აზრი ეს კიდე სხვა რაღაცაა ეხლა მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ რაღაცა ჩემ აზრსო ვიძახდი არა ესე არ არის აი ესე უნდა იფიქრო რაღაცა ის გამახსენდა ხანაკლები იქნება ეგეთი მაგრამ მაინც იქნება ნუ ხო მაინც რაღაცა ის არის თითქოს რაღაცა სისტემის ჭანჭით ამზადებენ უფრო და არა ანუ მოკლედ რა მიხვდით ხო ის დაკეტე ის ნუ ხო და ეს მეგობრებო ასე რომ კი რა თქმა უნდა ხა ქვეყანას აწყობს რაც უფრო მეტი გაუნათლებელი იქნება უფრო მეტი მუშა იქნება მაგრამ მუშებიც რომ მუშებსაც რომ სჭირდებათ რაღაცა ცოდნა ესეც ხო ცხადია ხო ეხლა ფაბრიკაში და ქარხანაში რომ წავა ადამიანი იქვე უნდა ისწავლოს ის თუ მანამდე უნდა ისწავლებოდეს მე მახსოვს იყო ტექნიკუმები ანუ ეხლა მგონი კოლეჯები ქვია სადაც 2 წლიანი ის იყო ანუ სწავლა 2 წლიანი იყო თუ რაღაცა 2 თუ 3 წელი და რაღაცა პროფესიას ეუფლებოდნენ. კი, არის ეგეთი. კოლეჯი ალბათ, კოლეჯი. არა, კოლეჯი. მე-9 კლასიდან რო გადიან. კოლეჯი გარ. ოღონდ მე-9 კლასიდან ვინც გადის, ის მგონი დამატებით, ანუ იმ საგნებსაც სწავლობს, რაც სკოლაში უნდა ესწავლა. არა, ტექნიკუმი მგონი არის. ტექნიკუმი არ ქვია, დედა. ნუ აბა კოლეჯიც არ ქვია. ხო და რა ვიცი ესე იგი ჩვენ ქვეყანაში ესეა საერთოდ ეხლა მე ბავშვობიდან მინდოდა მართლა ის პროფესია რასაც დავეუფლე ბავშვობიდან ოცნებობდი თუმცა მქონდა რამოდენიმე ესეთი ოცნება რა პროფესია ანუ იურიდიული და მინდოდა ბავშვობაში რა მინდოდა ყოფილიყავი გამომძიებელი არ მიფიქრია რომ იქნებოდი ადვოკატი ან ნოტარიუსი ან მოსამართლე ესეთი არაფერი არ მიფიქრია აი ფიქრობდი რომ ყოფილიყავი გამომძიებელი იმიტომ რომ ძალიან მომწონდა ეს დედუქციური ესე ვთქვათ ისა ხო და მოკლედ კიდევ მქონდა ესეთი ასტრონომიაზე ვგიშდებოდი ბავშვობიდან აი რაღაცა ვარსკვლავები ეს პლანეტები და ასე და ასე შემდეგ ხო, სხვათა შორის ბაბუას სანამ გარდაიცვლებოდა შევპირდი, რომ აუცილებლად ჩავაბარებდი, ანუ უმაღლეს დავამთავრებდი და მაშინ რატომღაც არ ვიცი, ეთქობა მოდაში იყო სტომატოლოგიაზე საუბრობდნენ. ოი ხო, იცი რამდენი ის არის, რამდენი ფუნქცია. ეხლა მე მგონი რომ გადააგდო რამე სტომატოლოგს დაეცემა თავზე, იმდენი არიან. ხო და ნუ არა სტომატოლოგია ხო ძალიან ბევრს უხდიან თან მარტო ჩვენ ქვეყანაში არა სხვა ეგ ხო ძვირადღირებული პროფესიაა იმ კუთხით რომ ახლა მაგრამ მასალა თუ ძვირია ახლა თავისთავად შენი შრომაც ხო უნდა დაამატო იმას და მასალას ხო იძენს ხო ის სტომატოლოგი რომ მასალა რაც სჭირდება ის ბჟენი იქნება ისეთი ასეთი ნაირ-ნაირი თუ როგორც არა სამუშაოში არ მისცემენ ხო და მაგას ვიძახი, ანუ მასალა რომ შენ ვიყიდო, ვთქვათ, აი ვიყიდე, ვთქვათ $100 მიმეცი რაღაცა ბჟენში, ხო, სიტყვაზე ვიძახი, პირობითად, ხო? და იქიდან ვთქვათ 20 რა ვთქვი $100, ხო? $20 ვთქვათ პაციენტს ვუკეთებ, დავუშვათ ისე პირობითად.
როგორ ეხლა $20 მე რომ გადახდილი, ხო? ჯერ იქიდან ხო რაღაცა პატარა მოგებახო უნდა ნახო და თან შენი შრომა, შენი წვალება რომ რაღაცას აკეთებ, ხო? თან ნეიროქირურგებს. ხო და ეხლა შეიძლება ცოტა გაბერილი აქვს ხოლმე ის, მაგრამ ნეიროქირურგებს. ხო, ესეც მქონდა. სხვა დონეა. ნეიროქირურგიაზეც მქონდა ესეთი ოცნება რომ მინდოდა ნეიროქირურგი ყოფილიყავი და რა ვიცი, ვფიქრობ, სწავლობდი სხვათა შორის ვემზადებოდი სამედიცინო განხრით. რო ვერ ჩავაბარე პირველ წელს მახსოვს ის მე ვიღაცა მითხრა საბებიაოს ის არისო და რო არ დაკარგო რა დრო და მოკლედ მივედი და ძალიან დავაგვიანე რა საბუთების მიტანა და მიგვიანდა და აი ჩქარაშა ვეხვეწე ვემუდარე ნუ იმიტომ რომ ხვალ რაღაცა რიცხვიდან რიცხვამდე საბუთების მიღება და ბოლო დღე უკვე გასული იყო მეორე დღეს მივედი ანუ ბოლო დღის მეორე დღეს მივედი და ძალიან ვთხოვე და ნუ ეხლა კი მითხრეს რომ უკვე ის არისო მაგრამ ნუ კარგიო რაცა და მახსოვს გამოცდაზე რომ გავედი ის თვითონ ის გამოცდილმა მითხრა რომ ეხლა თან ჩუმად მითხრა ეხლა ყველაფერი უკვე ისა შევსებულია და აი პირობას ვდებ რომ მომავალ წელს მოდიო და უგამოცდოთ პირდაპირ ჩაგაბარებინო ხო და ეს მეორე ის იყო სამშობია რომ და მეორე წელს მივედი სოსო მეთქი ნიკას რო ვაჩენდი მაშინ და ნაკლეთ ესე მაინც მიხვედიო მივედი ოც გადაირათ ხო და მაგას ვამბობ რომ საერთოდ სანამ ოჯახს შექმნის ადამიანი ჯერ უნდა კარიერა სამსახური ფული აკეთებ თითქოს რა თქმა უნდა მე ეს აი ჩემი მშობლები ახლა ემოციებს აყოლილი და სიყვარული და სულ რაღაცა ისა შენ მე შენ და ჩვენ და ისა და ესა და ესეთი ისტორიები რო იყო იმიტომაც მეც ბევრი რამე არ მქონდა ვანდასაც ბევრი რამე არ მქონდა ნინოსაც ბევრი არ და ასე ეხლა ამათ რო წინასწარ ეფიქრა დაუშვათ და ცოტა მყარი ნიადაგი შეეგნათ ეხლა ვიღაცა იტყვის შენ თვითონ რატო არ ქენი ესო ნუ ჩემი ცხოვრება ცოტა სხვაგვარად წავიდა ეხლა მე მეუღლე რომ მყოლა და გვერდში ხო სხვა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მაქსიმალურად ვეცდებოდი რომ აი როგორც მარტო ხელა ვახერხებდი და ნიკას რო სკოლაში გავარბენინებდი მე ისა უნივერსიტეტში მივდიოდი და ეს შუალედი რომ მქონდა რუსულად პარებს რო ეძახიან მაგათ შორის ესეთი ის მქონდა შესვენებასავით მაგ დროს გამომყავდა სკოლიდან და ხანდახან რო ვერ ვასწრებდი სახში აყვანას ლექციებზე იჯდა ხოლმე ნიკა ასე რომ აი ესე წვალებით სწავლობდი და მუშაობდი კიდევაც სხვათა შორის დილას მუშაობდი მე გავბრუნდი უნივერსიტეტში მოკლედ აი ესეთ წვალებით და ბავშვი სკოლაში და ასე შემდეგ ხო ნუ რაც იყო ის იყო ხო და ეხლა ისა არა მე ეხლა მაგასაც აქვს მნიშვნელობა ეხლა მშობელს როგორ არ აქვს მნიშვნელობა მშობლის შეცდომასო შვილები იმეორებენო ტყუილი ნათქვამი არ არის ეხლა მე რომ მშობლები ისეთი მყოლოდა რომ ჩემთვის შუა დაერიგებინა და ცოტა აეხსნა და ცოტა უფრო თბილები ყოფილიყვნენ შვილების მიმართ და უფრო ისეთი უფრო კარგად აგვეწყობოდა ცხოვრება და არ ვიჩქარებდით რა ასე ვთქვათ ყველა ოცნებები რო ქონდა გოგოებს რომ მალე საქორწილო კაბა ჩაეცვათ და არ ვიცი რაღაცა ზღაპრების დამსახურება ვფიქრობ ზღაპრები უნდა იკრძალდებოდეს გოგოებისთვის განსაკუთრებით ეს პრინცესის კაბები და რაღაცა ხო და ეს ზემოთ ფრენა არ არის კარგი პრაქტიკული უნდა იყოს ადამიანი და მოკლედ აი ესეთნაირად გაზრდილი და აზრდილი ბავშვები აი ესე იქცევიან როგორც წესი შეცდომებს უშვებენ თავისთავად ხო და ასე რომ ჯერ სწავლა განათლება სამსახური და მერე უკვე ოჯახი ეს არის ყველაზე არ ვიცი ჰუმანური ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება რომ მე შენი შვილები არ დაიჩაგრონ და არ იდარდო იმაზე რომ აი თქვა სკოლაში მაშინ ახლა კიდე იყო ეს ის რომ აი უყურებდნენ ბავშვს ახლა მე მგონი ეხლაც არის ყოველთვის იყო ეს რომ აი რააცვია და როგორაცვია და ვინ არის მშობელი და მოკლედ არის მე მგონი ეს ყოველთვის იქნება ეს არ ვიცი რისი ბრალია მაგრამ
ეს ალბათ უნახომ არ ანახავს რა ვიცი, ესეთი ბუნება აქვს ადამიანებს და ვისაც უფრო ისა არა, ზოგჯერ ახლა მართლა ეხმარება, მაგრამ არა, დედა, ნახე, ვისაც კარგი სტატუსი აქვს, ხო? ანუ ცხოვრებაში, ხო? ყველა ცდილობს იმასთან იმედოს. მე მაქვს შემიწყალი, ნადგამი უნდა დავლიო და ნუსვავ ესე პირდაპირ ონკანიდან და დააყენე ცოტა ხანი. რავი, ნადგამი არის კარგი. რატო? ნადგამია კარგი. გავიგე. ვერ ამხსენ. გავიგე. მაგრამ ესე მითხეს, რომ ნადგამია კარგი. ასეც არ შეიძლება და არ გითხრეს რატო? ნუ ეხა ერთ-ერთმა რო თქვა და ისა მის ჯანმრთელობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ყოჩაღია. საკმაოდ ასაკშია და მე ვენდობი. ხო და მიხვდები ისეც ვლაპარაკობ. ესეთი ამბები. ასე რომ ყველას თავისი გასავლელი გზა აქვს ცხოვრებაში. არა, არ გამოუშვებ ჯერ ცოტა ხანი იყვნენ. საწყლები. სულ არ არიან საწყლები, რა სჭირდება? დაჟე დაიძინონ. არა, ჩხუბობენ. არ უყვართ ერთად. როგორ არ უყვართ ერთმანეთს? არა, ანუ ერთ-ერთი პატარა იმაში. კაუსტროფობია ექნებათ მე კატე. არა. ხო და ესეთი ამბები. ასე რომ ესეა მეგობრებო. კიდე რაღაცა თემებზე მინდოდა დღეს საუბარი, ის რომ ხო აი ძალიან ისეთი თემაა ეს ახალგაზრდობაში რომ ადამიანი ესე ცხოვრობს, ისე ცხოვრობს და რაღაცა ღმერთზე საერთოდ რო არ ფიქრობს და მე რო დაბერდება და უკვე რო ხვდება რომ უკვე ფინიშზეა. ესა на финишной прямой თუ როგორ არის ესა. ანუ უკვე რო სადღაც ანუ უკვე ადრე თუ გვიანდა გარდაიცვალოს, მე უკვე საფიქროში ვარდება და გამოერგება გონს და მე ახსენდება ღმერთი რწმენა ისა ესა და აი ეს არის კატასტროფა რა მოკლედ ახალგაზრდობაშივე და ბავშვობიდანვე უნდა ესმოდეს ადამიანს რომ და სწამდეს და ცხოვრობდეს ღმერთის იმითი გზით და არა ის რომ მე რაღაცებს ინანიებენ სიბერეში. ის საინტერესო ფაქტი, სადღაც 100 მილიონი ათეისტია. 100 მილიონი. ნუ ათეისტები რა არის იცის, არის კიდე ესეთი მომენტიც მე როგორც ახლა ჩემი დაკვირვებით ახლა იმ ხელისა მაქვს ფსიქოლოგიური გამოვლილი ცხოვრებაში რომ ვატყობ ხოლმე ადამიანებს. ზოგი არის რომ აი დადის ეკლესიაში, მაგრამ ნუ არ წამთ ის. ბევრმა, ხო? არ იცის რა, ანუ რა საკეთებს ხოლმე თავის რელიგიაში, ანუ ეხლა ტრაბახით არ ვიტყვი, მაგრამ ბავშვობიდან მე ყოველთვის როცა გავილახებოდი და ჩემთვის ესე დავტიროდი ჩუმად რაღაცა, სულ ღმერთს ვესაუბრებოდი ჩემთვის, რა, სულ ღმერთს, ანუ ღმერთთან მქონდა ასე ვთქვათ, ესე დიალოგები და აი გრძნობდი რომ რაღაცა ძალა იყო რომელიც მე მარტო არ დამტოვებდა და რაღაცა ძალიან ესეთი ეს იყო და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ის რომ ზოგი ბავშვმა არ იცის საერთოდ არც მშობელი უხსნის არც მართლმადიდებლურად თუ ქრისტიანულად არ ზრდიან და შესაბამისად მე არის ის რაც არის ხოლმე და მე რაღაცა რო ხდება უკვირთ რომ როგორ ანაირად აი თავიდანვე უნდა ეს მარცვალი იყოს დათესილი რომ სული უფრო გამდიდრდეს ნუ არის ეს ყველას ინდივიდუალური საქმეა და ვისაც უნდა ვისაც უნდა არ უნდა კარგით მეგობრებო ახლა 30 წუთი ხო კარგად მილაპარაკია ხო გვილაპარაკია შენ ცოტას ლაპარაკობ ხოლმე მე ვარ დაქოქილი მართალი ხარ მე ვარ ძალიან ისა თუ რაღაცა ლაპარაკობ მე ვერ გამაჩენს და ცოტას ლაპარაკობ სახლში არ მელაპარაკებ არავინ ნუ ეხლა ბევრი ლაპარაკი იყო ანდრე სხვა სახლში რა ლაპარაკი ანუ სულ რაღაცა ნუ ახლა ოჯახის წევრები ბევრი როცა ხანვის დაელაპარაკები ხანვის რაღაცით კარგია მაგრამ კი არა კარგი არის მაგრამ იცით რა იყო ეს რა მინუსი ქონდა ანუ დიდ ოჯახზე მაქვს საუბარი ის რომ ანუ თუ არა გაქვს რა ისეთი საცხოვრებელი პირობები რომ შენ ცალკე ოთახი გქონდეს
არ გაქვს აი განმარტოების ის რომ ცოტა ხანი აი ეს რელაქსი რაღაცა გადაიტვირთო რაღაცა დაისვენო და სულ ყოველი წამი, ყოველი დღე, თვეები, წლები გიწევს აი ამ ასე ვთქვათ ტემპში ცხოვრება. ეხლა ეს ტემპზე გამახსენდა ჩემნაირი ადამიანი, როცა ესეთი გამოვლილი აქვს ესეთი რამე, მე მგონი ნიუ-იორკში კარგად შეძლებდა კარგი, ეხლა 1 საათი ვილაპარაკეთ კიდე და ხო, მაჩერებს. კარგი, მეგობრებო. ანუ გამოცდილება თქო რა, დატვირთვის თვალსაზრისით. დატვირთვა ხო, ბევრი და ფსიქოლოგიურადაც რა, ხო, დატვირთული ვიყავი. კარგით, მეგობრებო, დროებით და გაკოცეთ, აბა.